მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2025 წელი, ამოცანა ნომერი 10. ნახატზე გამოსახულია მერხევის სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და გვეკითხებიან რისი ტოლია რხევის ერთი პერიოდის განმავლობაში სხეულის მიერ გავლილი მანძილიო. ესე იგი, მოდით შევხედოთ ჩვენს ნახატს თუ ნახატს. ნახატზე ახლა მოდით ჯერ გავარკვიოთ რა იქნება პერიოდი, დროის პერიოდი. ახლა ნახაზიდან როგორც ხედავთ, დროის საწყის მომენტში, როცა t უდრის 0-ს, სხეული კოორდინატა სათავიდან არის მაქსიმალურად გადახრილი 5 სანტიმეტრ მანძილზე. ხოლო იმ მანძილს, როდესაც სხეული მაქსიმალურადაა გადახრილი წონასწორობის მდგომარეობიდან ეწევით ამპლიტუდას, შესაბამისად ამპლიტუდა ამ შემთხვევაში გამოგდის 5 სანტიმეტრი. ანალოგიურად მეორე შემთხვევაში აი ეს მანძილიც გამოგდის a უდრის 5 სანტიმეტრი, ხო, ასე. და ეხლა დავუკვირდეთ პროცესს, ამ რხევის პროცესს. დროის გასვლის შემდეგ, ესე იგი 1 წამის შემდეგ, სხეული აღმოჩნდა 0 წერტილში, შემდეგ 2 წამის შემდეგ, როგორც ხედავთ, სხეული აღმოჩნდა -5 წერტილში, შესაბამისად 0-დან 1 წამამდე ამ ჩვენ სხეულს გაუვლია 5-დან -5-მდე მანძილი, რომელიც 2 ამპლიტუდის ტოლია, ესე იგი S1 t უდრის 2 წამში. ტოლი არის 2 ამპლიტუდის, რომელიც ტოლი არის 10 სანტიმეტრის და შემდეგ გავაგზავნოთ 2 წამიდან 3 წამამდე ისევ 0 წერტილს დაუბრუნდა, ანუ 5 სანტიმეტრი კიდე გადაიღალდა. 4 წამში კიდევ ისევ 5 წერტილს დაუბრუნდა, ანუ საიდანაც რხევა დაიწყო. საწყის მდგომარეობას დაბრუნებია და იმ დროს კიდე როცა სხეული თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება, ჩვენ პერიოდს უწოდებს. შესაბამისად, პერიოდი t ტოლი გამოდის 4 წამის და სწორედ ამ 4 წამში გვეკითხებიან ამ სხეულის მიერ გავლილ მანძილს. S1 უდრის 2 წამში თუ გაიარა 2 ამპლიტუდა და 10 სანტიმეტრის ტოლია, S2, ანუ კიდე 2 წამის შემდეგ 2-დან 4 წამამდე კიდე გაიარა 2 ამპლიტუდა, ხო? ესეც იქნება 2 ამპლიტუდის ტოლი და ანალოგიურად ეს 10 სანტიმეტრი. შესაბამისად, საბოლოოდ გავლილი მანძილი ტოლი გამოგდის S1 + S2. S1 არის 2 ამპლიტუდა, დამატებული S2-იც არის 2 ამპლიტუდა, S უდრის 4 ამპლიტუდას. ესე იგი, პერიოდის განმავლობაში სხეული გადის 4 ამპლიტუდის ტოლ მანძილს. ამპლიტუდა, როგორც ხედავთ, არის 5 სანტიმეტრი, შესაბამისად ეს ტოლი იქნება 4x5-ის 20 სანტიმეტრის. ანუ გამოდის პასუხი, რომ S ტოლი ყოფილა 20 სანტიმეტრის. პასუხი E.